სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღვთი. Asta იყოს. ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ეს დღე, რომელსაც მარიამობასაც უწოდებთ, არის ღვთისმშობლის მთავარი დღესასწაული წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი დღესასწაული გვაქვს ღვთისმშობლის, მაინც ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი დღესასწაული. რატომ არის ეს დღე ყველაზე მთავარი დღესასწაული? ეს გამომდინარეობს თვითონ დღესასწაულის შინაარსიდან. ეს არის მიძინების დღე, ეს არის ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების დასასრული. და ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე. იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მთელი ცხოვრება თავისი დაბადებით და თავისი გარდაცვალებით მთლიანად ყოველ წუთს ემსახურებოდა ადამიანებს და არც ერთი წუთი მას თავისი თავისთვის არ უცხოვრია. მისი ცხოვრება ადამიანური თვალსაზრისით, აი ადამიანური კუთხით არის, შეიძლება ითქვას, რომ ამაზე უბედური ადამიანი არ არსებულა დედამიწაზე. მიწიერი თვალსაზრისით. და მან მთელი თავისი ცხოვრება შეწირა ადამიანთა მსახურებას. რაც ხვანაირად ვერც იქნებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის იყო იესო ქრისტეს დედა, იესო ქრისტესი, რომელიც მხოლოდ იმიტომ განკაცდა ღმერთი დედამიწაზე, რომ ადამიანებისათვის შეეწირა თავისი თავი და ცხადია, რომ მისი დედაც ესეთი უნდა ყოფილიყო. ის დაიბადა იმითი, რომ ადამიანებს ემსახურა, დაიბადა ისე, რომ თავისი მშობლებისთვის ძალიან დიდი ნუგეში იყო, თუმცა მისთვის ეს არ იყო ადვილი, იმიტომ რომ ასაკოვანი მშობლები ყავდა, უпростоრეთ ასაკს გადაცდენილი, ასე დროს უკვე შვილის ყოლა წარმოუდგენელია, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ აბრაამს და სარას ეყოლათ ასეთ ასაკში ბავშვი. და აქედან მოყოლებული ყოველი წუთი მისი ცხოვრების ტაძრად მიყვანება, როდესაც მშობლების გარეშე დარჩა, ტაძარში ცხოვრება, როდესაც ბავშვობა არ ქონდა ფაქტიურად, შემდეგ ის კეთილი ამბავი, რომელიც ჩვენთვის ყველასათვის გასახარებელია, ეს არის ხარება. მისთვის კი ეს იყო ძალიან დიდი განსასწრელი, რასაც მე ძალიან ბევრი სხვადასხვა შინაარსის განსასწრელი მოყვა. შემდეგ შობა იესო ქრისტესი, როდესაც მისთვის არ მოინახა ადგილი დედამიწაზე არსად და საქონლის ბაგაში გააჩინა შვილი. შემდეგ ეგვიპტეში იძულებული იყო ამ პატარა ბავშვით, რომ წასულიყო თავის მოხუცებულ მეუღლესთან და ესე იგი აი ღვთის ანაბარა შეიძლება ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ იაკობ მოციქული მათთან მიყვებოდა, იაკობ უმცროსი ესე ქვია თორე, ისე უფროსი იყო ასაკით. შემდეგ დაბრუნება, რა ვიცი, აი რომელი ერთი ჩამოთვალა ღვთის ცხოვრებაში, მერე როდესაც იესო ტაძრად მიიყვანეს, სვიმეონმა, მართალმა სვიმეონმა, ვინც იქ ელოდებდა, უთხრა, რომ მახვილმან განლო სულსა შენსა და ეს მახვილი, რა თქმა უნდა, ამ მახვილმა განლო მის სულში, მაგრამ ესთან წინასწარ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. და მოკლედ, რა ვიცი, რომელი ერთი თქვა, თავის თვალით უყურა მისი შვილი, როგორ შეურაცხყვეს და ჯვარზე როგორ გააკრეს. რა თქმა უნდა, აღდგომის სიხარული მან გამოიარა, მაგრამ მაინც მისი ცხოვრება ეხლა მაინც ხო შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, რომ ერთად გაეტარებინათ ცოტა ხანი მაინც თავის შვილთან ერთად. არა, მთლიანად ადამიანებს ემსახურა და ბოლოს არ გარდაცვლილა ღვთისმშობელი, მან მიიძინა და ეს მიძინება გავდა გარდაცვალებას. ანუ ეს გარდაცვალებაც გაიარა, რატომ დაუშვა უფალმა ესე, რატომ მოეწყოს? იმიტომ რომ ჩვენ ვენ უგეშებინეთ ადამიანები და ჩვენი გარდაცვალების სიმძიმე ამით შეემსუბუქებინა. მან მთლიანად, ესე იგი, განიცადა, რას ნიშნავს ადამიანის გარდაცვალება და ამით გვანუგეშა ადამიანები. ჩვენ გარდაცვალებს აღარ უნდა გვეშინოდეს იმის შემდეგ, რაც ეს გამოიარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ის რომ მან მიიძინა, ეს მალე 20 დღეში გამოჩნდა,
როდესაც საფლავი გახსნეს და იქ აღარ იყო და აქედან დაიწყო მისი ნამდვილი ბედნიერი ცხოვრება. ხოლოდ მას შემდეგ რაც გარდაიცვალა. ამიტომ ასე განსაკუთრებულად ჩვენ აღნიშნავთ მიძინების დღესასწაულს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება, რომელიც არის ფაქტიურად მისი დაბადება მარადიული ცხოვრებისათვის, თუმცა რა თქმა უნდა, იგი თავიდანვე მარადიული ცხოვრებისთვის იყო დაბადებული, მაგრამ აქაც არ არის ღვთისმშობელი ბოლომდე თავისუფალი, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, თავის ადგილას, თავის დიდების საყდარზე თავის შვილთან ერთად თითქმის არ არის ხოლმე იქა ძირითადად, ეხლაც ჩამოდის დედამიწაზე, დადის ადამიანებთან, ეხმარება გაჭირებულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობები ამ მხრივ გაიზარდა და მისი ადამიანებისადმი მსახურებაც კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ეს არ შეიცვლება არასოდეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დღემდე ადამიანებს ემსახურება. და ჩვენ განსაკუთრებული სასოება გვაქვს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, იმიტომ რომ ის იყო სრული ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ღვთის დედა, ის იყო ადამიანი და როგორც ლოცვებში ნათქვამი, ჩვენი ადამიანების მას თითქოს უფრო მეტად ესმის. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი თავისი დაბადებიდან, თავისი ცხოვრებით და თავისი ტანჯვით. ასე რომ გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მთავარ დღესასწაულს. ეს არის მთავარი დღესასწაული, ეს არის განსაკუთრებული დღე და ჩვენ ყველანი ერთად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიხარებთ. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არსებეთ.